დღეს ფილეცის ასაღებად ვიყავი გასული მოკლეს და ერთი შოკოლადის ის ვიყიდე ფილა რა, აი ამდენი ხანი აღარ ვიყიდე და მთლიანად შევჭამე. ანუ მეც მაქვს ეგეთი დღეები, რომ შეიძლება არ ვიცი, 4 ნაჭერი ნამცხვარი ვჭამო და აი ოღონდ თან როგორ ვჭამო, იცი რომ ხელებით ვიტენო პირში და მე გავიაზრო უკვე რომ მოვრჩები ამ 4-ვე ჭამას, მე გავიაზრო რომ ანუ რა მოხდა და რა ვქენი. ხო. აღარ იცი რა არის, აი იმენა ორგანიზმს უნდა და როგორც ჩანს, იმიტომ რომ ხანდახან დრამეს რო გადავაჭარბებ, მე მაწუხებს ხოლმე გაიგე და არ შემწუხებულ ვარ. ანუ აი რაღაცაში ვაკეთებ შექცევა რაღაცა რა, აი ის კომფორტი, ანუ არა, აშკარად აი ორგანიზმს მართლა დიდი ხანია შოკოლადი აღარ მიყიდია და კი, მეც ვარ ეგრე ხშირად. ანუ სახლში ვარ და თბილადად მას არ გავიშრობ რა. თავისი თბილა, შემთხვევით იგრძნობ თუ იგრძენი ისა ისუელისგან შეწუხება იმას შეიშო თუ არა და გაშრეს თავისით. გუშინ მეც ეგრე რომ დავიბანე არც ხმარი არაფერი. გაშრა თავი. დედას ველაპარაკები. ვინ არის სახში? არავინ ვლოგს ვიღებ და ჩვენ ამ დიალოგს ჩავსვავ შოკოლადზე რომ მოყევი. აუ. Hast ცხოვრებაში წელიწადში ერთხელაც ხდება აქვს და მე რა. ნუ ფილმში საშკარავთ და გამოიყვანა. რაღაცა კონტროლებს თავის წონას, ყვებას. ანუ ხო, სულ ვარჯიშობს, სულ აკონტროლებს შენს ყვების რაც ვინწყობას და ანუ ადამიანებს აქვს ზოგჯერ ეგეთი დღეები, რომ აი მთლიანი პლიტკა შოკოლადი შეჭამე და ანუ ეგ ნორმალურია, იმიტომ რომ ორგანიზმმა მოგთხოვა. ხანდ მაგიტომ უნდა დავუდო, რომ ეგ ხალხმა გაიგოს, რომ ეგ ნორმალურია. საწოლისთვის მაქვს ესეთი რაღაც. რეზინა აქვს შუაში და აქეთ-იქით დამჭერები. ძალიან კომფორტულია იმ შემთხვევაში, თუ რეზინიანი ზეწარი არ არის, ანუ რეზინას მარტივად უკეთებ, ასე ვთქვათ, მატრასს. მარტივად გადააკრავ. ამ შემთხვევაში, როცა ესეთი არის, ანუ ძალიან მალე ირევა საწოლი, მე ყოველ დაждობა წამოწოლაზე ირევა საწოლი, მოკლედ ესენი ისევ ამოდის ზემოთ და ძალიან კომფორტ მაცადე წუთს. მაცადე. ერთს უკეთებ ერთ კიდეში. მეორეს მეორე კიდეში. და შემდეგ მატრას ქვემოდან შემოაკრავ კუთხეში. არც აიჩეჩება დაწოლის დროს და იქნება უდან გასწორებული. ძალიან კომფორტულია მაგ შემთხვევაში. ვიცი, აქაც გავუკეთოთ. მინდოდა მეთქვა რომ ფრესკების დატოვება სასტატიო ოთახში გენიალური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ დარწმუნებულები ხართ რომ იმ კედლის ნაპრალის ამოვსება არ გინდათ? ახლა როცა მთელი ოთახი გარემონტდა, თვალში ცუდად გვხვდება. 45 წლიდან იქ იყო. მამიდამ გვირჩევნია დავტოვოთ. თქვენ საძინებლებზე გინდოდათ დავაპარაკოთ. გავუკეთე ჩაი. თაფლით. ხო და სადღაც ალბათ 9 საათი ზემოთ ვიყავი აივანზე და მზეზე ვიჯექით ან წიგნს ვკითხულობდი და სახეზე ისე შევწითულდი და
იმედია არ დავიწვი და საღამოს უფრო მეტად არ გავწიხლდები. ჩერცხელია. ხო და მოკლედ. სუკეთის ბეწვიანი ვარ. დავალაგოთ ჩემი გარდერობი. გადავარჩევ რაღაცებს, რაც უკვე თბილია, მაგრამ ისეთი ამინდები გვაქვს რეალურად ვერ გაიგებ, ანუ ერთი დღე ძალიან ცხელა და გინდა რომ ყველაფერი გაიძრო და არიქა ზაფხული მოვიდა და მერე ერთი კვირა ისეთი საშინელი სიცივეები და ისეთი წვიმები იქნება, რომ ამიტომ ბოლომდეც, ანუ ასე ვთქვათ, თბილებს არ შევინახავ რაღაცებს, დავიტოვებ, რომ ისევ შემოტრიალდეს ეს ამინდი და ისევ საშინლად გაწვიმდეს და სიცივეები დაიწყოს, რომ გქონდეს და არ გავცივდა. ასე რომ დავიწყეთ. ეხლა ყველაფერს გამოვყრი, საწოლზე დავყრი და დავალაგებ წუწ, რა იყო. და დავალაგებ და შევკეცავ. ანუ ეს ის მომენტია, რომ ხა აი არ ბებეჩემი რომ ეთქოდა რა არ გცხვენია რომ ანუ ხვენია აი ვინმე რომ შეიხედოს ანუ აი ეს რა არის რა მიკუჭული რეალურად ყველაფერი ძალიან დალაგებული იყო იქამდე სანამ დილით ავტყდი რომ რაღაც ეხა მაიკის შიგნიდან რატოიც მაცვია ეს ტიპრეტელებიანი მოკლე თეთრი ტოპია და ავტყდი რომ მეთქი ეს ტოპი აშკარად სადღაც დავკარგი ან ვინმეს ვათხოვედ იმიტომ რომ არ მახსოვს საერთოდ რომ სადმე მქონდეს თქო რა ეს ძალიან უხეშად ყველაფერი გადავწიე გადმოვწიე არის ესევე ეძებე და როგორც იქნა სადღაც კუთხეში აი ძალიან ისე პატარა დაკეცილი ვიპოვე და მე ავეცი ზემოთ როგორც გითხარით ციკლ კითხულობდი და მზესე ვიყავ ხო და ეხა ბარემ არეულია ეს ზამთრის ფიფქებიანი შარვალი აღარც გვინდა ბარემ არეულია და დავალაგოთ შარლები ჯინსები ჯერჯერობით გვინდა ანუ და რის თქვა მინდა იცი ეხლა რომ ანუ ვუყურებ ხოლმე რა ჩემს ვიდეოებს და თუნდაც აი ეხლა ეს ვიდეო და მე გოგოების ვლოგებს რო ვუყურებ ანუ ყველას თავის ვლოგებში ძირითადად მაკიაჟებით არიან და რაღაც და მეც შემიძლია რომ მაკიაჟი გავაკეთო და ისე გალამაზებული და რაღაცა ცოტა ისე ჩაცმული რაღაც და ანუ არ მინდა რომ ზუსტად ისეთი ვნახოთ, როგორც ვარ რეალურად სახლში ყოველდღიურ ცხოვრებაში. და არა რაღაცა ტონალურ გადასმული, რომ სახე მაქვს უიდეალურ ეს მდგომარეობაში, რეალურად არ მაქვს ძალიან მაყრის სახეზე. მაქვს მშრალი კანი, მუდმივად მეკერცლება კანი და ნუ ეს რაღაც რა და ესეთი ვარ რეალურად და მინდა რომ ესეც მხედავდეთ. სახეზე ძალიან გავწითლდი და ცხვარი მიეწვის. კონი ძალიან დავიწვი. აურა გემრიელი ჩაია. ხო და იმის თქვა მინდოდა რომ მაშინ მოღამ აქვს პრეტენზია რომ უყურებ ხოლმე ვლოგებს რომ აუ რანაირი ვარ, აუ რას ვარ. შენ გინდა რომ ეგეთი იყო, მაშინ გაიკეთე მაკიაჟი და ჩაწერე ვითომ ანუ სახშიც ულამაზესი ხარ და რო იღვიძებ, ანუ უკვე მაკიაჟით იღვიძებ. არა. ნუღა გაქვს მარიამ პრეტენზია შენ თავთან. სახე მეწვის ანუ ეს ძალიან მიყვარს სახლში რომ აცვია ნაჭრის გრილი შარვლები რა აი როგორც თუნდაც ეს ეხა მწვანე რომ აცვია ხო და გამოვიწერე მეგონა რაღაცა ძალიან გრილი დავარდნილი და რეალურად გამოვიწერია საურსულე ზემოდან მუცელზე რომ უნდა ამოვიტანო საურსულე შარვალი არ უშავს საომალოდ გამოვაწერა ეს არის ჩემი საყვარელი მაისური. და ჩემი საყვარელი მომენტი, ერთ-ერთი საყვარელი მომენტი შრეკიდან. აი ესეთ შარვლებზე ვამბობდი, ანუ გრილი და რაღაცა კომფორტულია სახლში ძალიან. ეს ხმები ჩემი უბნიდან შემოდის და ეხლა წარმოვიდგინე, ანუ დიდი კაცები დგანან რაღაცაზე.
რაღაცას ლაპარაკობენ რა, ანუ წარმოვიდგინე თავი რომ აქ გადაყვა. ცოტა ჩუმად რა ბლოგს ვიღებ. აი ესეც ესე კარადა დავაგდა. სახეზე ნიღაბს გავიკეთებ თორე ძალიან მეტყვის. და ისეც ჩემ კანს ეგუნდოდა, ისეც ძალიან მიშრება და ეხლა უფრო გამომიშრება. ხოდა წავიდი ნიღაბს გავიკეთებ და ვიტანიანებ. გავკეთოთ საზამთროს ნიღაბი, ნახოთ რამდენად დაატენიანებს. ხო, მაგრამ მე მახსოვს, რომ პირველად რო ვნახე, ანუ ცუდი წარმოდგენა არ დამჭა და პირიქით ვიმეგობრებდი თქო სიამოვნებით. ანუ თავიდანვე სულ კარგი ურთიერთობა გქონდა, არასდროს არ გქონიან აი ის რო არის ერთმანეთი რო არ ევასებათ ხოლმე და მე რომ მეგობრდებიან, ეგეც არ გქონია. ძალიან კარგად ვიყავით სულ თავიდანვე. მაგრამ ესეთი განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა არ გქონია. მე უფრო რო წამოვიზარდეთ ცხოვრებისეულმა იმებმა მიგვიყვანა ერთმანეთამდე. ანუ აი რაღაცნაირად თან ისე რომ ვერ წარმოვიდგენდით რა. ხო. და თან ისე დაგვაკავშირა რომ აგერ ამდენი წლის მერეც ისე ვართ ასე ერთად. Next. შენ დააჭრე. იმას არა. ას მე ხო ამოჭრი დებილობებს. ხო რა თქმა უნდა, აი 2 საათის შემდეგ და ჩემი სისუსტე რა არის? შენი სისუსტე არის. რომელსაც შეიძლება იყიდებ? ეს ჩასვევეჭველ. და აი ლომკებში ხალი განერვიულდა თუ რა ხდება? სახელები კაკალე. შენი სისუსტე არის შენი ფობიები ალბათ. და გონია რომ იყენებ ხოლმე საშენოდ ხანდახან. აი რაღაც სადმე წასვლა რო არ გინდა ან რაღაც კონკრეტული რაღაცის გაკეთება მოგაქვს. ხო, ძალიან მარტივია თქვა რომ ცუდად ვარ და всё. არ შემილია უბრალოდ როგორ ვქნა. კი. მე მიხარია რომ ძლიერად ნელ-ნელა მაგ ყველაფერს. რა არის ჩვენი საერთო ჩვევა, რომელიც თითქოს ერთად შევიძინეთ? სხვათაშორის ერთად ბევრი რამე გვაქვს შეძენილი, იმიტომ რომ განსაკუთრებულად რთულ მომენტებში მოგვიწია ერთად ყოფნა, განსაკუთრებულად რთულ ასაკში. ძალიან ბევრ სიტუაციაში გავიზარდეთ ერთად, ანუ აი რო ვერ წარმოვიდგენთ ისეთ რაღაცებში ჩავარდით და ისეთ რაღაცებს გადავაწყდით. როგორ იყო ზუსტად? კითხვა როგორ იყო? ჩვევა რაც საერთო გვაქვს ხო და საერთო ჩვევა, ძალიან ბევრი საერთო ჩვევა გვაქვს ესე ერთად რაც შევიძინეთ. ბიჭი თუ არ მოგწონს ძმაოთ მივმართავთ. არა ძმაო რომ მოგწონს, მაშინაც მივმართავ. ხო რო არის ფიქრობს რომ მოგწონს. ბაზარია. კიდე რაღაცნაირი საერთო იუმორი გვაქვს. ხო. მაგრამ ჩვევა არ არის. ოდესმე გიგრძნია რომ გიღალატე და იმედები გაგიცრუე? თუ კი მოგმიყევი როდესაც მოგქათიშე. ამიტომ რომ ვიბაზრათ. მიგრძნია. და ეგრევე მომხვდა მალევე სახეში. ხო, მაგრამ მე ხო გავარკვიეთ რომ ეგრე არისო. ხო. ანუ ხო გიგრძნია და იმ მომენტში უცებ ვიგრძენი და ვაი მე რა დღე იყო ღმერთო. ხო. უბრალოდ დღემდე შოქში ვარ რატო ვიფიქრე ეგეთი რაღაც. არ ვიცი. ანუ მე მგონი რომ უბრალოდ ძალიან ვიჭკვიანობდი. ხო. ძალიან. მე მეც აი ხან ბოლო პერიოდში ჩვენ შორის ცოტა რამას დაძაბა ურთიერთობა დაბადების დღის თემებმა. აი მანდ გიგრძნია რომ მე გიღალატე? კი, მივძნია. და ძალიან მეწყინა. იმიტომ რომ აი სულ რაღაცნაირად ისე ხდებოდა რომ მაინც და მაინც ჩემ დაბადების დღეზე გინდებოდა ხოლმე. მაინც და მაინც ჩემ დაბადების დღეზე ვერ ახერხებდა. რამოდენიმე დაბადების დღე მაკუნას გავაცდინა. კი, და გამიფუჭა. რეალურად ჩემი მიზეზები მქონდა. ყოველ წელს. ყოველ წელს უდად ვიყავი. მაგრამ მე ერთიანად გამოვასწორე. მე ესე ვფიქრობ რომ გამოვასწორე. არის თუ არა რაიმე რაც ჩემზე სხვისგან გაგიგია და არასდროს გითქვამს ჩემთვის. შენზე სხვისგან გამიგია.
მე არასდროს. ჩემთან ვერავინ ვერ მოვა და შენზე რაღაცას ვერ მეტყვი. ხო, ცუც ვერაფერს ვერ იტყვის, ხო. და მით უმეტეს რამე ისეთს რა, ცუც და ხო. ხო. ვაიცი ამან ეს ქნა და შენი წოდი? ხო, რაღაც ეგეთი არ მახსენდება. კაი, ძალიან დიდი ხანი გაგვიგრძელდება ეს კითხვები. როგორ დავამთავროთ? ვიდეო? თუ გითხვები? ვიდეო. რო ადგე და უკან ფონზე რო იცეკო. წრებდეზე.